საღამო მშვიდობისა, კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და პირველ რიგში სანამ გიორგის ამბებს მოგიყვებით, ჩემი სოლიდარობა ნინო ზაუტაშვილს. იმიტომ რომ ასეთ ადამიანს, ასეთ პროფესიონალს, ასეთ ობიექტურ ადამიანს რომ პროკურატურის გზას გაუყენებენ, იქ უკვე ყველაფერზე დამთავრებულია საუბარი. ჩემი სოლიდარობა ნინო ზაუტაშვილს. მოგახსენებ გიორგის თემას. ეს არ ყოფილა გუშინ, ეს იყო პარასკევ დღეს, როდესაც ადვოკატმა დატოვა გიორგის საკანი, მასთან შევიდა ორი ადამიანი, ეს იყო ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი, რომელიც გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები. იცით რა, ფსიქიკის მიღმა ცოტა ეს რაც ხდება. ესე იგი, ოჯახი მოვითხოვ, რომ ადამიანი, რომელიც უკვე მე-12 დღეა შიმშილობს და მისი მდგომარეობა ჯანმრთელობის არის უკიდურესად დამძიმებული, ახალგაზრდა მოშიმშილე, ესე პატიმრის მდგომარეობა არის დამძიმებული და ვითხოვთ, რომ გადაიყვანონ მრავალ პროფილურ სამართლობაში, რომ აღმოუჩინონ მას კვალიფიციური დახმარება, იმიტომ რომ ის შიმშილს არ წყვეტს. უცბად მასთან შედიან ფსიქოლოგები. გასაგებია ეს რა ტიპის ფსიქოლოგები არიან. მე როგორც ინფორმაცია მაქვს, ის ძალიან ღირსეულად გაუმასპინძდა ამ ფსიქოლოგებს და მინდა გითხრათ, რომ ეს ამბავი გამოიტანა სახალხო დამცველის აპარატმა, რომლის მე ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ატარებენ ძალიან ინტენსიურ მონიტორინგს და ამ ამბის შესახებ არის შედგენილი ოქმიც და ჩემთვის ამას ხელი აქვს მოწერილი. მოკლედ, კითხვები ფსიქოლოგების იყო ძირითადად პოლიტიკაზე და გიორგის პოლიტიკური პრეფერენციები. სრულად წარმოუდგენელია, მოშიმშილე პატიმარს ელაპარაკებიან პოლიტიკას. კონკრეტულად რაზე, ქალბატონო ეკა, რომ მივხვდეთ დაახლოებით ზეწოლავ აი რატომ არ მოწონს ეს მთავრობა, რაღაც აი ამ ტიპის კითხვები, მე ხა იქ არ ვესწრებოდი ამას. და ზუსტად არ ვიცი და ამიტომ ვერ მოგატყუებთ რა ტიპის იყო, მაგრამ ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე. ჯერჯერობით ესენი იყვნენ ფსიქოლოგები, მაგრამ ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ ცოტა ხანში ეს ფსიქოლოგები არ გახდებიან ფსიქიატრები და არ მინდა წარმოვიდგინო ის რაც ხდება საერთოდ რუსულ ციხეებში. ეს რაღაც კაკებეშნიკური, რუსული კაკებეშნიკური მიდგომები. გიორგის ისინი ვერ გატეხენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ თავი მშვიდად ვიცნოთ. მე დღეს მივმართე თქვენი ტელევიზიით და მადლობა თქვენ ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებენ ჯერ კიდევ ამ რეჟიმის პირობებში და დიპლომატიურ კორპუსს. ისინი უნდა იყვნენ საქმის გულში, რომ პოლიტიკურ პატიმარზე, გიორგი ჩიკვაიძეზე, რომელიც არის მძევალი ფაქტიურად, დაიწყო ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მე არ ვიცი, ის ძალიან მედგრად ვიცი, რომ ის უკან არ დაიხევს, შიმშილობას არ წყვეტს და ოჯახის მოთხოვნა, რომ გადაიყვანეთ ეს ადამიანი მრავალ პროფილურ კლინიკაში, იმიტომ რომ შიმშილს ეს ადამიანი არ შეწყვეტს. და კიდე ერთი თემა, ეთყობა კიდე ვერ შეიცნეს ეს ადამიანი. ასეთი, რა ვიცი, მე ექიმი ვარ და ფსიქოლოგებს ცოტა სხვა დანიშნულება აქვს. ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ ღირსება ძალიან ისეთი ნიშანია ადამიანისთვის, რომელიც ბევრს არ გააჩნია. ქალბატონო, იცით რა მაინტერესებს, ანუ აი თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ეს რაღაცა ფსიქოლოგების სტატუსით ვინც გაეცნოთ იმ ადამიანები გიორგის საერთოდ სხვა პიროვნებები არიან, რომელიც სხვა мотивაციით შევიდნენ გიორგისთან, თუ შეიძლება მართლა ფსიქოლოგები არიან, მაგრამ мотивაცია ჰქონდათ, რაღაცა საკუთარ პროფილს გასცდა მათი ეს ვიზიტი. იცით რა შეასახმე? სახალხო დამცველი შევიდა ჩემს შვილთან, მას ესაუბრა და ამბავი გამოდის, რომ შემოდის ორი ფსიქოლოგი. მე ხა ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება ისინი არიან ნამდვილად ფსიქოლოგები, ოღონდ ემსახურებიან სულ სხვა თემებს. იმიტომ რომ მოშიმშილე პატიმართან ფსიქოლოგი რო შედის, ის ცოტა სხვა ტიპის პროფესიულ დახმარებას უწევს მას და არა პოლიტიკაზე საუბარს. ეს ხო სრულად აქსიომაა. მე ხა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ხო გასაგებია, ეს ისეთი ნათელია, როგორც არაფერი. მასზე დაიწყეს ფსიქოლოგიური ზემოქმედება. იმიტომ რომ ნახეს, რომ ეს ადამიანი უკან დამხევი არა. ზუსტად ვერ გეტყვით ახლა ესენი გავლილი აქვს მაგ ფსიქოლოგიის კურსი თუ არა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ღირსეულად გაუმეორდა. ეს ინფორმაცია მაქვს. მიუხედავად თავისი მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, ადამიანს, რომელსაც მეტყველება უჭირს,
ფოკუსირებას ვერ ახერხებს. ეტლით გადაადგილდება, ქვედაკიდურებს ვერ ცურს, მასთან ატომქაც ფსიქოლოგები გაუშვეს მენტალური დახმარებისთვის. საოცრება, ფსიქიკის მიღმა, მაგრამ რეალობა ეს არის. კი ბატონო, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო იკა. ერთი წამი მაქვს, მე ვიცი რომ ჩემი ტევე პირველს უყურებს. და მინდა უთხრა რომ გარდა იმისა რომ ძალიან ბევრი ადამიანი მას სოლიდარობას უცხადებს, ის სადაც ახლა არის, იქვე გდანის ციხეში, თქვენ ეს ამბავი ალბათ იცით, არის 84 საკანი, სადაც ძალიან ღირსეული სინდისის პატიმრები არიან. ეს არის ბიჭი რეზო კიკნაძე და ვეფხია კასრაძე. ვეფხია კასრაძე გიორგი მიცის, ეს არის ხუთიშვილის მამა, გორის თეატრის მსახიობი, რომელიც არ ვიცი როგორი გმირული სულის ადამიანია და რეზო კიკნაძე გიორგი, რო გაიხსენო, ეს არის ბიჭი მწვანე პულოვერით და მწვანე ქუდით, რომელმაც სასამართლოში მოსამართლეს ეძახა ცეცხლი ოლიგარქიას. აი ამ ადამიანმა შენთვის პერსონალურად ჩაწერა ვოისი და ეს ვოისი თავისი წერილით ტრიალებს მთელ სოციალურ ქსელებში, გიცხადებენ შენ სოლიდარობას, ნანახი აქვს ყველა შენი ვიდეო, როგორი იბრძოდი ჯერ კიდე დაპატიმრებამდე, არიან შენი ერთგულები, იციან რომ შენ არ გატყდები და გელოდებიან რომ ჩვენო ადგილი გვაქვს, ჩვენ 84 საკანშიო და აქ ჩვენ რუსთაველი გვაქვს, პატარა რუსთაველიო. მინდა ესეც იცოდე, რომ იმ ბოროტების გარდა ვით შენთან შემოდის როგორც ფსიქოლოგი, კიდე აი ასეთი გმირული სულის ადამიანები არიან, ყველა პოლიპატიმარი. მე ასეთი გმირები ჯერ არ მინახია და ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. და კიდე ერთი ასეთი ერთწინადადებიანი ჩართვა მინდა მიმართო საზოგადოებას. 37 წელი ერთ დღეში არ მოსულა. ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ 37 წლისკენ და გონია რომ ეს ჩვენ აქ ხდება და გონია რომ ეს მხოლოდ ფილმებიდან გვაქვს ნანახი, დოკუმენტური ფილმებიდან და წიგნებიდან. არა ბატონო, ჩვენ უკვე მივდივართ 37 წლისკენ და მე არ ვიცი, კონფორმისტი ადამიანების გამყირვებია, აი ეს შემიძლია. კი ბატონო. მადლობა. გიორგი მაგრად იყავი, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარი შენი ჯანმრთელობაა. ჩვენ კარგად ვართ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოკითხვა გიორგის და მოკითხვა ყველა პოლიტიკურ პატიმარს.